ვარ გაბრიელ გოგიაშვილი 9. სწავლობ წინსვლის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ცეკვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. მე ვაპირებ შევიდე ბათუმის დინამოში. ახლა ფეხბურთს სულ ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. ხან დაცვაში ვთამაშობ, ხან შეტევა. მიყვარს გოლების გატანა და ბევრი გოლი გამაქვს. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 11 კარგი გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. შევირბინე საჯარიმოში და იქ პასი მომწეს, შემდეგ ცხრიანში დავარ. მე კარიერაზე არ იყო და არც გადამ. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისებაა სისწრაფე. გამოსასწორებელი მაქვს დრიბლინგი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდინიო. საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. მე მინდა საქართველოს ნაკრებში ვითამაშო 7 ნომრით. სახლში მაქვს კვარაცხელიას ფორმა. მე მინდა მქონდეს ლურჯი ფორმა. უკან უნდა ეწერო 7-იანი და გოგიაში. მაქვს 7 ცალი ბურთი. ამდენი ბურთი ვიდრე ჭირდება, ერთი რომ გასკდება, მეორეთი დავიწყო თამაში. მე ასევე მიყვარს ცეკვა. უკვე 3 წელია ცეკვავ ანსამბლში შავარწივში. ადრე დავდიოდი მართვაში და გადმოვედი შავარწივში. იმიტომ გადმოვედი, რომ აქ უფრო კარგი მასწავლებელი მყავს. ჩემი ქორეოგრაფია ბადრი ტარიელი. ძალიან ხიარულია, მკაცია, მაგრამ სამართლია. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარო. საყვარელი ელეთია ეს. ხელქედაში მქონდა კონცერტი. ისმოწონა რომ მაღაზია გვერდით იყო და უფასო იყო. თან კარგად ვიცეკვეთ და პირველი ადგილი ავიღეთ. ცეკვაში ყველაზე ძნელია ახალი ელეთის სწავლა. ზადვიდი ძველის გამეორება, სულ გვამეორებია. მე კიდევ ვაპირებ ვიცეკვო 3 თვე. მე ცეკვიდან გამოვალ და შევალ ფეხბურთს. ჩემს ქორწილში აუცილებლად ვიცეკვე. ამ ეტაპზე შეყვარებული არ ვარ. იმიტომ მეშინია რომ სხვაგან სასწრაფო რომ დავჭე მარტო დარჩე. მაგალითად ახლა თურქეთში უნდა წავიდე, მაგალითად ყავს შეყვარებული. შეიძლება 1 წელი დავჭირდო, ვეღარ. წელს რომ მოვიყვარ, ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქვე გიოს, ზეხრას და მარიამს. ჩემს ძმას დავარქვე ქეთინა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მეორე სართულია და დიდი სპორტის დარბაზი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ლუკა ზოსინი. ყველაზე ცერქია გიორგი ბერიძე. ყველაზე ჭკვიანია მარიტა დიდიძე. ყველაზე მშვიდია ნუცა გვიანი. მე ვარ ყველაზე მეგობრო. მეგობრობა არის, როცა შენ ძმაკაც რამეს მიცემ. მე ახლა მყავს 7 მეგობარი და მინდა მყავდეს 27. ადამიანს მაქსიმუმ შეიძლება ყავდეს 127 მეგობარი. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ მეზღვაო. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ბეტმენი. ბეტმენობა იმიტომ გავიფიქრე, რომ გავიზარდე უკვე და ბავშვურად მეჩვენება. ახლა მინდა ვიყო 12 წლის, იმიტომ რომ უკვე ვიქნები კარგი ფეხბურთი. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია მარიამ მიქელა. იმიტომ რომ ლამაზია, არ ყვირის და კარგად ხსნის გაკვეთილებს. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი ძმა, დედა, მამა, კიდე ბაბუა და ბებია. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 7 წლის და ქვია ელია. ის არის ნერვებით ფორშელი, ხიარული და ჭკვიანი. ნერვებს მიშლის მაშინ, როცა მეხება ცივი ხელები. ჩემი აზრით ილია როცა გაიზრდება, გამოვა კალათბურთი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური და ცოტა მკაცრი. ძალიან მიყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ სულ საჩუქრეს შუქნის. დედიკო არის თბილი და ლამაზი. ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია კუკარაჩა. კითხვაში მაყვარა მარიამ მასწავლებელი. ეს იყო დიდი სამყაროს აღმოჩენა. ჩემი ჰობია სქელი წიგნების საკითხვა. ჩემი საყვარელი ფილმია მე, ბებია, ილიკო და ილარი. სიამოვნებით ვითამაშებდი ზურიკელას როლს. მერობრეს შორი ვიყო, ფილმს გადავიღებდი ზღვაში მოგზაურობა. დადოსული ჯოხი რომ მქონდეს, ჩემს როლში გავაჩენდი სტადიონ. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. 35 წლის რომ გავხდები, პარიზში წავალ ცოლთან ერთად. დინამო ნაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რას ვიზამდი, ბევრი ფული რომ მქონდი.
ბევრი ფული რომ მქონდეს, პირველ რიგში ვიყიდი სახლს, შემდეგ მანქანას. მე ვიყიდი ბაღს და მექნებოდა ძალიან კარგი ეზო. კიდევ ჩემი ფულით დავეხმარებოდი უსახლკარო ადამიანებს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია Xbox-ი. ბედნიერება არის კომის მთაზე წასვლა, დაიკოს შეძინა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.